ამ წუთებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას სარჩელის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, რომელიც თანამდებობაზე არჩეული პირის სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაყენებას და ამ პროცედურის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვას ეხება. გიგი უგულავა აცხადებს, რომ მისი სარჩელი პირდაპირ კავშირშია თვითმმართველობის არჩევნებთან. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი მისი აზრით იქნება გამსაზღვრელი, ვისი ინტერესების გამტარებელი იქნებიან პირდაპირი წესით არჩეული მერი და გამგებელი, ან მათზე ზეწოლის საშუალება ექნებათ თუ არა სხვადასხვა ჯგუფებს. იმისათვის, რომ არჩეული მერები და გამგებლები ემსახურებოდნენ ხალხს და არა პარტიულ ინტერესებს ატარებდნენ, არა ცენტრალური მთავრობის ინტერესს ატარებდეს, არა პროკურატურის დირექტივებით ხელმძღვანელობდეს, არამედ ხალხის მაჯისცემით, ამისათვის მას სჭირდება გარკვეული დაცულობა. ის რაც სასამართლომ გააკეთა, რომ ღამის 2 საათზე მხარეების მონაწილეობის გარეშე თბილისის არჩეული მერი გადააყენა, ამან შექმნა ძალიან ცუდი და მე ვიტყოდი კატასტროფული პრეცედენტი მომავალი ყველა თვითმმართველობისთვის.